Სამშვიდობისა თქვენ უყურებთ არგუმენტების დროს მეორე საზოგადოებრივზე მე ზვია დავალიანი ვარ. მაშასე დღეს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. რა პროცედურები და რა დრო დარჩა რეალურად უვიზო მიმოსვლამდე ლიბეს კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებების შემდეგ. სწორედ ამ და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ კითხვებზე მოვისმენთ ჩვენ პასუხებს მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში. ჩვენი სტუმარი კი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა იქნება. საღამოშიდობისად თამარ მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. საღამოშიდობის მეც მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა უკვე საქართველოში ვიზა ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე, მაგრამ ალბათ არ იქნება ზედმეტი თუ კიდევ ერთხელ შევაფასებთ დღევანდელი გადაწყვეტილების მნიშვნელობას. დღეს ლიბეს კომიტეტმა უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, დარჩა უკვე ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე გახილვა, რომელიც როგორც ვიცით 2 თებერვლისთვის სავარაუდოდ გაიმართება. და ამით ასე ვთქვათ, აი ეს საპარლამენტო ნაწილი ამოიწურება ვიზა ლიბერალიზაციისა. რომ შევაფასოთ პირველ რიგში ეს დღევანდელი დღის მნიშვნელობა. თქვენ იცით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის ძალიან, ასე ვთქვათ, გაცხადებული და ცალსახად ეს არის საქართველოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და დაახლოება ევროკავშირთან და ევროკავშირის სივრცესთან. ამ მხრივ ამ გადაწყვეტილებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, რაც გვაახლოვებს ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან. ჩვენ გვაქვს ძალიან ესეთი ფართო სპექტრის თანამშრომლობა ევროკავშირთან, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს ნაბიჯი ნამდვილად იქნება ერთ-ერთი ყველაზე ალბათ ხელშესახები და ისეთი რამ, რასაც უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე გამოცდის საკუთარ თავზე, როცა ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დამატებითი ბარიერების გარეშე, წინასწარ ასე ვთქვათ, დიდი ხნით ადრე თადარიგის დაჭერის თუ რაღაც ასეთი პროცედურების გავლის გარეშე გადავადგილდეთ შენგენის ზონაში. ეს არის ევროკავშირის ქვეყნები და სხვათა შორის აქ შედის რამდენიმე ისეთი ქვეყანაც, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. შენგენის ზონა მთლიანად, ასევე შენგენის კანდიდატი ქვეყნებიც გახსნილი იქნება ჩვენთვის და ეს არის თუმცა აქვე ალბათ მაშინ დავაზუსტოთ, რომ აქ არ შედის გაერთიანების დიდი ბრიტანეთი, ბუნებრივია. დიდი ბრიტანეთი აქ არ შედის, ისევე როგორც ირლანდია არ შედის, თუმცა შედის ისეთი ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგალითად შვეიცარია, მაგალითად ნორვეგია და შეგვეძლება მათთანაც ვისარგებლოთ ამ შეღავათით. უშუალოდ იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს, რა პროცედურებს ამარტივებს ვიზა ლიბერალიზაცია და ასევე იმაზე თუ რას ნიშნავს ეს თითოეული ქართველისთვის, მე ვფიქრობ, საკმარისად არის უკვე ასე თუ ისე ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება, ასევე პოლიტიკური და სიმბოლური მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც, რასაც ეს ჟესტი შეიცავს, როდესაც ასე ვთქვათ, პროცედურა ბოლომდე მივა. თუმცა აი ამ პროცედურასთან დაკავშირებით არის კვლავ კითხვები. საქართველოს ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ცხადია მიესალმება ამ ვიზა ლიბერალიზაციას, მაგრამ არის სკეპტიციზმი გარკვეული იმ ნაწილში, რომ ხომ არ ჭიანურდება ძალიან ეს პროცესი, რატომ გაიწელა ასე, რა პროცედურები დარჩა კიდევ და ასე შემდეგ. 2 თებერვლის შემდეგ რა ხდება და რა პროცედურებია ზოგადად დარჩენილი საერთოდ, რომ აუხსნათ კიდევ ერთხელ საზოგადოებას კარგად. თუ შეიძლება თუ ნებას მომცემ, სანამ მომავალზე ვიტყვი, ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურები იმ მიზეზებს, რამაც ეს გაჭიანურება, ასე ვთქვათ, გამოიწვია, ხო? მართლაც დიდი ხანია საქართველოს და საქართველოს მოქალაქეები ჩვენ ყველა ველოდებით ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან. ქართულმა მხარემ პრაქტიკულად უდიდესი სამუშაო გასწია და ყველაფერი შეასრულა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან ყოფილიყო მიღებული. შეგახსენებთ უბრალოდ, რომ 2015 წლის დეკემბერში უკვე ევროკომისიას ჰქონდა შესაბამისი ანგარიში გამოქვეყნებული, სადაც ცალსახად აღნიშნავდა, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც დაკავშირებული იყო უამრავ საკითხთან, რასაც მოიცავდა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, საქართველოს შეასრულა პირნათლად. ანუ ამ პროცესების შემდეგ ჩვენ უკვე ფაქტიურად ეს პროცესი, ეს მთელი სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი გავიდა ქართული მხარის კონტროლის სფეროდან და მაინც ამ ყველაფერს დაჭირდა აი ამ
გამოხელა დრო ევროკავშირის მხრიდან. ხა გამომწვევი მიზეზები რამდენიმეა. ერთი ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არ არის მარტივი ასე ვთქვათ სტრუქტურა, ხო, უამრავი ინსტიტუტისგან შედგება, საჭიროა. როგორც წესი ძალიან დემოკრატიული ინსტიტუტები, ამავე დროს ძალიან ბიუროკრატიულებიც არის. ხოლმე, კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებების მიღებას იმ დემოკრატიული პროცესების გათვალისწინებით, რომელსაც ეს პროცედურები ითვალისწინებს, კიდევ უფრო მეტი დრო ასევე აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ალბათ ის მიზეზებიც ალბათ ამანაც ითამაშა გარკვეული როლი, რაც მიგრანტების კრიზისის გამო ევროპელებში განწყობების ცვლილებამაც ითამაშა. კი, ესეც არის თავისთავად. ეს არის ნამდვილად იყო ნამდვილად ფაქტორი, რამაც ასევე გამოიწვია დროში ამ საკითხის გაჭიანურება. ძალიან არასასიამოვნო და ცუდი დამთხოვა მოხდა ჩვენთვის, მაგრამ მართლაც რეალურად ევროპული სახელმწიფოების დღის წესრიგში, შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში ძალიან, ისე ვთქვათ, დიდი მნიშვნელობა შეიძინა აი ამ მიგრაციული საფრთხეებისგან ქვეყნების დაცვის და ევროკავშირის სივრცის დაცვის აუცილებლობამ. ამან დააყენა დღის წესრიგში სწორედ შეჩერების მექანიზმი. დიდი ხანია ამაზეც მიდის საუბარი და დეკემბერში მიიღეს თუ სულ რამდენიმე კვირის წინ შეჩერების მექანიზმზე საბოლოო გადაწყვეტილება ფაქტიურად ჩვენ ვიხილეთ 13 დეკემბერს. აი მის მერე უკვე ჩვენ ვხედავთ რომ პროცესები ძალიან სწრაფად განვითარდა. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ რომ შეუქცევადი გახდა უკვე პროცესი საქართველოსთან მიმართებაში, სხვათა შორის ეს მომენტიც საინტერესოა, იმიტომ რომ ხანდახან ერთ-ერთ მიზეზად ამ პროცესის გაჭიანურების ანალიტიკოსები იმასაც ასახელებდნენ, რომ საქართველო იყო მიბმული რაღაც კალათებში უკრაინასთან, ხან თურქეთთან, ხან სამივესთან, ორივესთან ერთად და საბოლოოდ ეს ყველაფერი იმ ქვეყნების მასშტაბებიდან გამომდინარე და დემოგრაფიული თუ პოტენციური მიგრაციული საფრთხეებიდან გამომდინარე, უფრო სხვა მასშტაბის საფრთხეებზეა იქ საუბარი. ახლა საქართველოსთან მიმართებაში შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ შეუქცევადია უკვე ეს პროცესი და 2 თებერვალს პრინციპში დასრულდება. თან დასრულდება თუ არა, ესეც საინტერესოა. ეს არის პროცესი, რომელიც არის შეუქცევადი, ეს პროცესი შეუქცევადი გახდა დიდი ხნის წინ, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ რეალურად ერთადერთი მიზეზი, რაც ევროკავშირმა დაასახელა, მაშინ როცა დაუშვათ ზაფხულის პერიოდში არ მოგცა ჩვენ საშუალება, რომ არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ეს საკითხი დამდგარიყო კენჭისყრაზე, იყო რომ უნდა შეთანხმებულიყო ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტი სწორედ ამ შეჩერების მექანიზმზე. კი ბატონო, შეჩერების მექანიზმი როგორც იქნა ვარიანტი შეთანხმდა, კომპრომისული ვერსია იქნა მიღებული, აქაც კიდევ ერთხელ გაუსვამდი ხაზს, რომ შეჩერების მექანიზმი არამც და არამც არ მოუგონია ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში ინსტრუმენტად. ეს არ არის საქართველოსთვის მოფიქრებული ინსტრუმენტი. ეს არის სწორედ აი თქვენ რომ ბრძანეთ მიგრაციული საფრთხეები, იმ საფრთხეებიდან, პოტენციური საფრთხეებიდან ევროკავშირის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი. ამაზე შეთანხმდა ევროკავშირი და ეხლა უკვე ნამდვილად არანაირი საფრთხე საქართველოსთან მიმართებით ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ემუქრება. თქვენ ასევე სწორედ ბრძანეთ, რომ პრობლემას ერთგვარს წარმოადგენდა ისიც, რომ დამოუკიდებლად არ იხილებოდა ეს საკითხი და მიბუნები ვიყავით სხვა, ასე ვთქვათ, ქვეყნების თაობაზე საკითხის გადაწყვეტასთან და იმ ქვეყნებთან მიმართებაში დამატებითი რაღაც კითხვის ნიშნები არსებობდა მართლაც. დღეს უკვე ჩვენ ვნახეთ, რომ ეს საკითხი დამოუკიდებლად განიხილება, ანუ მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება ლიბე კომიტეტზე და ეს საკითხიც მხოლოდ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი არის ჩასმული 2 თებერვლის დღის წესრიგში ევროპარლამენტის პლენარული სხდომის. ასე რომ ჩვენ ამ პროცესაც, ასე ვთქვათ, გამოვეთიშეთ, უკვე საქართველოს საკითხი განიხილება დამოუკიდებლად, ეს კიდევ ერთი სტიმულია და კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ ნამდვილად ამ გზაზე ჩვენ შეფერხებებს აღარ უნდა ველოდეთ. ახლა რაც შეეხება მომავალს, ხო, იმიტომ რომ 2 თებერვალს რა ხდება? ჩვენ ვიცით, რომ 2 თებერვალს გადის პლენარულ სესიაზე, იმედი გვაქვს ყველას ცხადია, რომ მიიღებს ევროპარლამენტი, ანუ დადებითად გადაწყვეტს ამ საკითხს. რა ხდება დადებითად გადაწყვეტის შემდეგ? რა პროცედურები რჩება პრაქტიკულ ამოქმედებამდე? ნამდვილად გვაქვს იმის მყარი გარანტიები, რომ ევროპარლამენტში კენჭისყრის დროს რაიმე მოულოდნელობებს არ ველოდებით, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან ევროპარლამენტში, ყველა ქვეყანასთან ინდივიდუალურად მათ წარმომადგენლებთან საქართველოს მხარეს აქვს ნამუშევარი აქტიურად, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან მაღალი ალბათობით. ამის შემდეგ ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, მე ხდება უბრალოდ ტექნიკური მომენტები რჩება მხოლოდ, ანუ ეს არის გამოქვეყნება ოფიციალურ ჟურნალში, თარგმნა ოფიციალურ ენებზე ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების და გამოქვეყნებიდან მე მე-20 დღეს სტანდარტულად შედის ეს რეგულაცია ძალაში. რეგულაციის ცვლილება რას ითვალისწინებს? უბრალოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელსაც სჭირდებათ ვიზა, იმისთვის რომ ევროკავშირში 90 დღიანი, ასე ვთქვათ, ვიზიტის უფლებით ისარგებლონ, ჩვენ
დავდივართ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელშიც არიან ქვეყნები, ვინც უვიზო მიმოსვლით სარგებლობს. აი ეს არის ცვლილება მხოლოდ ასე რომ თარგმნის პრობლემაც რაღაცა ხანგრძლივი ვადასთან არ იქნება ნამდვილად დაკავშირებული, ანუ როგორც ხანდახან ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითოეულმა წევრმა ცალკე უნდა უყაროს კენჭი და რატიფიცირება მოახდინოს თავის პარლამენტში, ეს ამ მომენტზე რა შეგვიძლია ვთქვათ, ეს ამ შემთხვევაში არ არის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ფაქტიურად ეს შედის უკვე, ასე ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება იმ პროცედურების დაცვით, რასაც ითვალისწინებს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციის ძალაში შესვლა. ასე რომ ჩვენ ველოდებით, რომ გაზაფხულის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება საბოლოო ძალაში იქნება შესული და ჩვენ სესიაზე მიღებული, მაშინ ალბათ გაზაფხულის დასაწყისშივე უნდა შევიდეს ძალაში, ალბათ სავარაუდოდ. დასაწყისში გააჩნიეს მარტში ალბათ ეს ვერ მოესწრება, იმიტომ რომ საბჭომ უნდა უყაროს კენჭი. ამის შემდეგ მოხდება იმ პროცედურებზე სწორედ რაზეც მე გესაუბრეთ, იქნება გამოქვეყნება, თარგმნა, ძალაში შესვლა, ასე რომ ესეც გარკვეულ დროს წაიღებს. მოდით ასე ვთქვათ, რომ გაზაფხულის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება ნამდვილად უნდა იქნეს მიღებული. ძირითადი ესე ვთქვათ მოთხოვნა მოგზაურობაზე არის ხოლმე ზაფხულის პერიოდში და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მოქალაქეებს უკვე წელს ზაფხულის დასაწყისიდან როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ დაჭირდებათ ვიზები. აღარ უნდა დაგჭირდეს წესით ვიზები. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი არის თქვენ ახსენეთ შეჩერების მექანიზმი. რას ნიშნავს ეს შეჩერების მექანიზმი უფრო კონკრეტულად, რა შემთხვევებში და რა საფრთხე არსებობს და რა ალბათობა იმისა, რომ ეს შეჩერების მექანიზმი იქნება რეალურად გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში, რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ, მოქალაქეებმა რა უნდა იცოდნენ და ასევე არის ესეთი კითხვა უფრო სკეპტიკოსთა მხრიდან, რომ ხომ არ იქნება ეს თავისუფალი უვიზო მიმოსვლა ასე ვთქვათ, რეალურად ხომ არ განმეორდება ისრაელის სიტუაცია, როდესაც ხშირად უკვე გამგზავრების შემდეგ აბრუნებდნენ მოქალაქეებს უკან. რა მექანიზმები გვაქვს ჩვენ, რა მექანიზმები აქვს თავად ევროკავშირს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეს საქმე დაუშვათ და ესეთი უსიამოვნო პროცედურები ხშირი არ იყოს. ნამდვილად ძალიან ვალიდური კითხვა არის და კარგია რომ ექნება შესაძლებლობა მეძლევა რომ ამაზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული და მართლაც ძალიან სამწუხარო იქნებოდა, რომ დაგვჭირდეს დაუშვათ ამ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუმცა მე გეტყვით სრულიად გულწრფელად, რომ აი აბსოლუტურად არ მგონია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში დადგება საქართველოსთან მიმართება, შეიძლება დადგეს. იმიტომ რომ შეჩერების მექანიზმი გულისხმობს ისეთ წინაპირობებს, რომელიც, ასე ვთქვათ, არანაირი გათვლებით, ასე ვთქვათ, ჩვენ არ უნდა შეგვეხოს. ჯერ ეს ერთი არ ვართ ჩვენ იმ მიგრაციული რისკის და იმ მასშტაბის სახელმწიფო, რაღაცა ესე თავს დიდი საფრთხე შეუქმნათ ევროკავშირს, თუნდაც ჩვენი, ასე ვთქვათ, ძალიან აქტიური ვიზიტების შემთხვევაშიც კი. ანუ ეს საფრთხე ალბათ არ დადგება დღის წესრიგში, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას რამდენიმე წინაპირობა უნდა უძღოდეს წინ. ეს არის აი ეს სწორედ რაღაცა განსაკუთრებული მიგრაციული რისკები, ტალღა, რომელიც შეიძლება მიაწვეს ევროკავშირს ამა თუ იმ ქვეყნიდან. ასევე არის ის შემთხვევები, როცა სახელმწიფო არ ასრულებს რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. რეადმისია რას გულისხმობს, რომ პირები, რომლებიც დაახლოებით იმყოფებიან ევროკავშირში და მათ ევროკავშირი აბრუნებს უკან, ამ დაბრუნებულ მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მათ რეინტეგრაციას და ასე ვთქვათ, მათ საზოგადოებაში დაბრუნებას, ასე ვთქვათ. ამ მხრივ ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ. რეადმისიის შესახებ შეთანხმება ახალი არ არის 2011 წლიდან მოქმედებს, მის შესრულებაზე პერმანენტულ კონტროლს და მონიტორინგს ახორციელებს მათ შორის ევროკომისია და მისი შესრულება პოზიტიურად ფასდება. ანუ ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ამ შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ გახდეს რეალურად საჭირო. კი, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები, ჩვენ წინასწარ აუცილებლად სწორი კომუნიკაცია უნდა გქონდეს ჩვენს საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ, რომ უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია დღეს ჩავალაგოთ, დღეს არა, მაგრამ როცა იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ჩავალაგოთ ბარგი და გადავიდეთ საცხოვრებლად ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, იქ ვიშოვოთ სამსახური, დავსაქმდე და ასე შემდეგ. ამის შესაძლებლობას ეს შეთანხმება არ იძლევა. ეს არის მოკლევადიანი ვიზიტების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა
განმავლობა, რაც ითვალისწინებს 90 დღიან, ასე ვთქვათ, ვიზის 180 დღის განმავლობაში. შესაბამისად, ეს და არ მოიცავს ეს არც სწავლას, არც ასე ვთქვათ, დასაქმების შესაძლებლობებს. ეს სწორად უნდა განემარტოს საზოგადოებას, იმიტომ რომ რა ხდება? კი, ვიზის ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ წინასწარ არ მოგვიწევს ვიზის აღება საკონსულოში, რიგში დადგომა, ჩაწერა, ლოდინი და მე ამ საბუთების შეგროვება, ამ საბუთებით მისვლა და უშუალოდ საკონსულოში ან რომელიმე ოფისში, რომელიც ამ საკონსულო მომსახურებას ახორციელებს, მაგრამ მესაზღვრეს, რომელიც გვხვდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, უკვე აქვს სრული შესაძლებლობა და ასე ვთქვათ, მისი უფლებაა, რომ გკითხოს შენ როგორც ვიზიტორს, თუ რა მიზნით მიემგზავრები ამათ. ანუ ფაქტობრივად დაგისვას იგივე კითხვები და მოგთხოვოს იგივე საბუთები, რომელიც შეიძლებოდა მოეთხოვათ საელჩოში, უბრალოდ აქ ეს არ ხდება წინასწარ, არამედ ხდება იქ და შეიძლება მოხდეს საზღვარზე და მოხდება ზოგიერთ შემთხვევაში, მაგრამ ნუ ამისთვის მზად უნდა იყოს ყველა. აქ რა საბუთებზეა ლაპარაკი? ლაპარაკია იმაზე, რომ კითხავენ რა მიზნით მიდიხარ, ვისთან მიდიხარ, გთხოვენ უკან დასაბრუნებელ ბილეთს და უშუალოდ როცა კითხავენ, რამდენი ხნით ჩერდები იმის დასადასტურებლად, რომ შენ მართლაც არ გაქვს გეგმაში იქ დარჩენა. შეიძლება მოგთხოვონ სასტუმროს ჯავშანი, რაღაც ფინანსური გარანტია, ვთქვათ, რომ დარწმუნდნენ, რომ შეგიძლია შენი თავი იქ უზრუნველყო. სამოგზაურო დაზღვევა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამაზე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ევროკავშირი, მოგეხსენებათ ით, რომ ადამიანი ჩადის, მას არ უნდა შეექმნას რაღაც ისეთი საფრთხე, რომ მე არ იყოს მისი ასე ვთქვათ, ვიღაცა უნდა იყოს ფინანსურადაც პასუხისმგებელი მის მდგომარეობაზე. ამიტომ ეს რიგი მოთხოვნები ზალაში რჩება, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ მქონია ამაზე კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, რომ აქტიური კამპანია გაიშლება, სანამ ამ გადაწყვეტილების ზალაში შესვლა მოხდება, რომელიც სწორედ იმ მიზანს მოემსახურება, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან ნათლად იყოს განმარტებული ის თუ რა საბუთებით, რა პირობებით, რა შემთხვევაში და როგორ შეძლებენ ამ უფლებით სარგებლობას. გასაგებია. დავხოთ დაველოდოთ 2 თებერვალი არც ისე შორს არის და იმედია ამის შემდეგ უკვე კიდევ უფრო აქტუალური გახდება ეს თემა და უკვე ძალიან კონკრეტულ დეტალებზე და ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრებთ უკვე ამასთან დაკავშირებით. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რაკი დღეს ჩვენი სტუმარი ბრძანდებით, მინდა ვისაუბრო სხვა საგარეო პოლიტიკურ და ევროპასთან დაკავშირებულ საკითხებზეც, რომლებიც აქტუალურია და დღის წესრიგში იყო აი ამ საახალწლო პერიოდში. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ. პარლამენტმა დაასრულა წინამოწვევის პარლამენტმა მუშაობა და იქნა მიღებული ეს, ასე ვთქვათ, ახალი რეზოლუცია. და ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ქართულ საზოგადოებაში და მედიაში მაშინ და დღემდე მუსირებს ამასთან დაკავშირებით, არის ის თუ საერთოდ რა საჭირო იყო ეს რეზოლუცია, როცა ჩვენ გვქონდა უკვე ამ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში 2013 წელს გვახსოვს მაშინაც ერთხმად პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია. რა განსხვავება არის თუ არა რამე განსხვავება ამ რეზოლუციას და 2013 წლის რეზოლუციას შორის და ზოგადად პოლიტიკური მნიშვნელობა ამ რეზოლუციის. რას ვამბობთ ჩვენ ამ რეზოლუციით? რა განაცხადა პარლამენტმა? ეს არის რეზოლუცია, რომელიც ძირითადად ასე ვთქვათ, აქცენტებს გამოყოფს საგარეო პოლიტიკურს და განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. თქვენ იცით, რომ პარლამენტი არის უმაღლესი პოლიტიკური ორგანო ქვეყანაში და მისი პირდაპირ კონსტიტუციური ვალდებულებაა სწორედ საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა. თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ 2013 წელსაც პარლამენტს ჰქონდა მიღებული საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ რეზოლუცია. თუმცა დღეს გვაქვს ჩვენ ახალი რეალობა, ანუ შეკრებილი არის ახალი პარლამენტი, ახალი შემადგენლობით და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ახალმა პარლამენტმა ცხადად, ნათლად დააფიქსიროს ის საგარეო პოლიტიკური ორიენტირები, რაც შემდეგი, ასე ვთქვათ, საპარლამენტო მუშაობის პერიოდში, შემდეგი 4 წლიანი პერიოდის განმავლობაში ჩვენ დღის წესრიგში იქნება. ეს არის მხოლოდ ჩემი აზრით ძალიან მისასალმებელი, მესმის რომ ამ ხრივ კითხვები დაისვა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ახალ შემადგენლობას პარლამენტის ქონოდა შესაძლებლობა ჩვენი ხედვები საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით დაგვაფიქსირებინა. ხა იმასთან დაკავშირებით თუ რა განსხვავებები შეიძლება არის თუ არა განსხვავება, შეიძლება თითოეული მოქალაქე არ კითხულობს ორივე განცხადების ტექსტს, არ კონდეს წაკითხული, მაგრამ აინტერესებდეს თუ არის რამე განსხვავება და თუ არის რა შემდგომარეობს ეს განსხვავება. ეს არის ორი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ძირითადი, ასე
ძირითადი პოსტულატები შეიძლება ითქვას, რომ არის, რა თქმა უნდა, საერთო, აქ არაფერი არ იცვლება. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება. ჩვენი პრიორიტეტი იქნება დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს იქნება ის ლაიტმოტივი, რომელიც გასდევს ჩვენს, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას და აქტიურობას. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტი არის გაწევრიანება ევროკავშირში, ნატოში. აქაც არის მცირედი განსხვავება. ჩვენ ცოტა უფრო თამამები ვართ ამ რეზოლუციაში, ვიდრე წინა რეზოლუციაში. წინა რეზოლუციაში ჩვენ არ ვსაუბრობდით ევროკავშირის წევრობის, ასე ვთქვათ, პერსპექტივაზე. ეს რეზოლუცია უფრო თამამია. ჩვენ აქ მითითება გავაკეთეთ ევროკავშირის ხელშეკრულების 59 მუხზე, სადაც ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, ევროკავშირის წევრობის მოთხოვნის რომ მოვითხოვოთ და გავხდეთ ევროკავშირის წევრები. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, მიზანი, ასე ვთქვათ, საბოლოო მიზანი. ძალიან არარეალისტური და არასწორი იქნებოდა ჩვენ ეხლავე რო ვთქვათ, რომ აი ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე გავაკეთოთ განაცხადი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული პოლიტიკური პროცესი, რეალობა პოლიტიკური არის გასათვალისწინებელი და დღეს ნამდვილად არ არის სიტუაცია მზად და მომწიფებული იმისთვის, ჩვენთან არც ევროკავშირში მით უფრო, რომ ეს გადაწყვეტილი, ეს საკითხი, ასე ვთქვათ, უფრო თამამად, უფრო ხმამაღლა და უფრო ახლო პერსპექტივაში დაისვას, ხო? მაგრამ ჩვენ როგორც პარლამენტმა საჭიროდ ჩავთვალოთ, რომ ეს პოლიტიკური ორიენტირი, ეს მიზანი, რომელიც ჩვენ გვექნება, დავაფიქსიროთ ცხადად და ნათლად და სწორედ ასე მოვიქეცით და ჩავწერეთ ეს რეზოლუციაში. სხვა მხრივ რაღაცა დიდი განსხვავებები არ არის, ბუნებრივია ეს არის ორი სხვადასხვა დოკუმენტი, რომელზეც სხვადასხვა ჯგუფმა იმუშავა, ნაწილობრივ ჩართული იყვნენ ის ხალხი, ვინც წინა რეზოლუციაზეც მუშაობდა, ბუნებრივია, ასე რომ ზუსტად ისევე განსხვავებული, როგორც განსხვავდება ის პარლამენტი, მეორე მოწვევის პარლამენტი უკვე მე-9 მოწვევის პარლამენტისგან. ეს გასაგები, ლოგიკა გასაგებია ჩემთვის და საზოგადოებისთვის, მე ვფიქრობ, უბრალოდ ახალმა შემადგენლობამ პარლამენტისამ დაადასტურა კიდევ ერთხელ ის პრიორიტეტები და გარკვეული სიცხადეთ შეიტანა რაღაც კონკრეტულ მომენტებთან დაკავშირებით. კონკრეტიკაც შეიტანა, გარკვეული კონკრეტიკაც შეიტანა. სხვათა შორის საინტერესოა, ჩვენ როდესაც ვადევნებდით თვალყურს ამ განხილვას და დისკუსიას ამ რეზოლუციის ირგვლივ, მაშინ თავად პარლამენტში და პარლამენტს გარეთაც იყო გარკვეული შენიშვნები, მათ შორის ჩვენ მოვისმენთ ასეთ შენიშვნას, რომ 2013 წლიდან დღემდე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები ვნახეთ ჩვენ, ვნახეთ ბრექსიტი, ვნახეთ საკმაოდ სერიოზული გადალაგება, იგივე ჩვენს რეგიონში მოხდა, სირიაში ვხედავთ რა ხდება, ეს 2013-წლიც იყო იქ სამოქალაქო ომი, მაგრამ განსაკუთრებით გამწვავდა, ამიტომ ხომ არ იყო საჭირო უფრო მეტი რაღაც ცვლილებები და ამ ცვლილებების ასახვა ამ დოკუმენტში. ამ ეტაპზე ჩვენ მეტ ცვლილებებს მე მგონი ვერ გავითვალისწინებდით და არანაირი, ასე ვთქვათ, ცვლილებები ამ საგარეო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ჩვენს ორიენტირებს არ ეხება და არ დგას ჩვენს დღის წესრიგში. თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ რა თქმა უნდა, ამერიკის არჩევნებმა გარკვეული, ასე ვთქვათ, გაურკვევლობა შექმნა არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ აქტორთან მიმართებაში, ხო? მთელი მსოფლიო ფაქტიურად ჩვენ ახლა უყურებთ, რომ ასე ვთქვათ, ელის აი ამ 20 იანვარს ინაუგურაციას და იმ პერიოდს, როცა უკვე აქტიურ ფაზაში შევა და რეალურად დაიწყებს ახალი ადმინისტრაცია მუშაობას და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაალაგდება ბევრი მოვლენა და მათ შორის ნატო რა ფორმით განაგრძობს არსებობას და საერთოდ განაგრძობს თუ არა იმ ფორმით არსებობას და იმ დანიშნულებით, როგორც აქამდე იყო. ასე რომ ეს საკითხები, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, ამას ჩვენც ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს და ვცდილობთ, რომ ამ პროცესებში ჩვენი მხრივ ვიყოთ ჩართული, რა თქმა უნდა, თუმცა პროცესების განვითარებასთან ერთად თუ რაიმე საჭიროება იქნება ცვლილებების, ეს თავისთავად იქნება საკითხი, რომელიც დადგება ისო პარლამენტის დღის წესრიგში და ამაზე ვიმსჯელებთ. დღის მდგომარეობით არანაირ ცვლილებას ეს პოლიტიკური ორიენტირები ჩვენი არ საჭიროებს, არანაირ გადახედვას. ჩვენ გვაქვს მტკიცედ აღებული კურსი და ორიენტაცია ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით. ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორად რჩება ამერიკის შეერთებული შტატები. თქვენ კარგად იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ ყოფილა რომელიმე ერთი ადმინისტრაციის ინიციატივა, რომელიმე ერთი პარტიის, ასე ვთქვათ, პარტიული თემა, ხო? მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ სტაბილურად, როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ვსარგებლობთ ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათი ძალიან მტკიცე მხარდაჭერით და ჩვენ გვაქვს ყველა, ასე ვთქვათ, წინაპირობა, ვიფიქროთ, რომ ეს მხარდაჭერა საქართველოს მიმართებაში გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ უკვე
ამ რეჟიმშიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბუნებრივია როგორც მოქმედ ადმინისტრაციასთან, ისე თქვენ იცით რომ საპარლამენტო დონეზეც რაღაც კონტაქტებიც არსებობს, გრძელდება, რესპუბლიკელი სენატორები სულ ახლახან სტუმრობდნენ საქართველოს და ესეც იყო კიდევ ერთი დადასტურება და ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო რჩება აქტიურ, ასე ვთქვათ, ინტერესის სფეროში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. სხვა მხრივ ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ უბრალოდ იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასე რომ რეზოლუციის მხრივ მე ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე გადახედვას ეს რეზოლუცია საჭიროებს. 59 მუხლი ახსენეთ და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით უფრო, ასე ვთქვათ, ამბიციური განაცხადი. მე საგანგებოდ დავიმახსოვრე, გასული წლის ბოლოს, დეკემბრის ბოლოს გაკეთდა ასევე, როდესაც იყო საქართველოს ევროკავშირის შორის ურთიერთობები ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის შეხვედრა, შემდეგ გაკეთდა ერთობლივი განცხადება. გააკეთეთ ერთობლივი განცხადება, სადაც სწორედ კიდევ ერთხელ იყო მოყვანილი ეს 59 მუხლი და იყო ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს საქართველოს და ევროკავშირის შორის ურთიერთობების საბოლოო მიზანს და სწორედ ამ 59 მუხლის თანახმად საქართველოს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მოდით აი ამ თემით ევროკავშირით დავიწყეთ და დავასრულოთ კიდეც ევროკავშირით. 59 მუხლზე რომ ცოტა მეტი გვითხრათ და ვუთხრათ საზოგადოებას, რა გვაძლევს საფუძველს რომ უფრო, ასე ვთქვათ, გაბედული განაცხადი გავაკეთოთ დღეს უკვე ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ კარგია რომ ახსენეთ ეს საკითხი ნამდვილად, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, ანუ ევროკავშირს საქართველოს შორის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მუშაობს. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. ანუ საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ეს არის ორგანო, სადაც ერთის მხრივ ქართული პარლამენტი, საპარლამენტო დელეგაცია, მეორე მხრივ ევროპარლამენტის მუდმივ მოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ხვდებიან ერთმანეთს და ეს არის პლატფორმა, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ შევაჯეროთ თუ როგორ მიდის საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის პროცესი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, საფუძველი არის ასოცირების შეთანხმება, მისი განხორციელება და შემდგომი პერსპექტივები საქართველოსა და ევროკავშირის შორის თანამშრომლობის და ურთიერთობის. აი ამ კომიტეტის მესამე სხდომის შემდეგ, რომელიც გაიმართა საქართველოში ამჯერად და დეკემბრის თვეში, ჩვენ ერთის მხრივ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, რომელიც მე გახლავართ და ბატონმა საჯად კარიმმა, რომელიც არის ევროპარლამენტარი და წარმოადგენდა ევროპარლამენტის მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელს, გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება, სადაც შევაჯამეთ მთელი აი ამ ჩვენი ორდღიანი მუშაობის შედეგები და დავაფიქსირეთ, სწორედ პირველად იქ ვახსენეთ ეს ჩვენი ამბიცია, კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ ჩვენ ერთის მხრივ საქართველოს მზად ვართ იმისთვის, რომ წავიდეთ უფრო შორს, უფრო წინ, ვიდრე ასოცირების შეთანხმებაა. ჩვენ შეიძლება არ ვკმაყოფილდებით იმით, რასაც იძლევა ასოცირების შეთანხმება, თუმცა ასოცირების შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ჩარჩო თავისი არსით, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა, იმიტომ რომ თქვენ იცით ასოცირების შეთანხმება გულისხმობს თავისუფალ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასაც. ასე რომ ეს ეკონომიკური ინტეგრაციისთვის არის ძალიან ხელშესახები ინსტრუმენტი, მაგრამ ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტი და ეს დავაფიქსირეთ ამ შემთხვევაში, აი ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გავაკეთეთ ჩვენ ამ კომიტეტის სხდომის ევროკავშირიდანაც არის ეს არის ერთობლივი განცხადება შესაბამისად უნდა შეიძლება ვივარაუდოთ რომ ევროკავშირიდანაც არის გაგება აი ამ პარლამენტის მხრიდან არის. ანუ პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო, ამბიციური განაცხადი. ეს არის ამბიციური განაცხადი, მაგრამ ჩვენ პარტნიორებთან ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ახლა ეს განაცხადზე უფრო მეტი გახდეს, ხო? იქ რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადასადგმელი ჩვენის მხრივ, რა თქმა უნდა, და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ უნდა ვიყოთ ძალიან, ასე ვთქვათ, კონტრპროდუქტიულები, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ზედმეტმა, ასე ვთქვათ, აქტიურობამ რაღაც არასწორ მომენტში საერთოდ დახუროს ეს კარი და ეს სივრცე, რაც ჩვენს, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო დაახლოებას ევროკავშირთან გულისხმობს. ამიტომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რაც არსებობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. თქვენ იცით, რომ იქ დღეს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნებია იმასთან დაკავშირებით, თუ შიდა პოლიტიკური სიტუაციები როგორ დაალაგდება ბევრ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში. საფრანგეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების მოლოდინში, გერმანიაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რა თქმა უნდა, შეიძლება მოვლენები სხვადასხვაგვარად განვითარდეს, ამიტომ ჩვენ ყველა ეს პროცესი, ყველა ეს მოვლენა არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, მგონი არც დაგვრჩება, იმიტომ რომ სწორედ ამას ვაკეთებთ, რომ თვალს ვადევნებთ, ვცდილობთ, რომ ასე ვთქვათ, აქტიურები ვიყოთ ამ პროცესში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ შანსები, რომელიც ჩვენ ქვეყანას შეიძლება გქონდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი შედეგი დადგეს. ჩვენ ასოცირება არ გვჭირდება და არც წევრობა გვჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, უფრო მიმზიდველები გავხდეთ ევროკავშირისთვის და უფრო კარგი სახელმწიფო ვიყოთ და რაღაცა უფრო კარგად შეგვაფასოს ევროპამ. ჩვენ გვჭირდება ეს იმისთვის, რომ უკეთესი ცხოვრება გვინდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენ ქვეყანაში უკეთესი ცხოვრების პირობები და სტანდარტები გვინდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. გასაგებია, ხავდია აქტიურად მივადევნებთ თვალყურს მთელი საზოგადოება ამ პროცესების განვითარებას, ასე ვთქვათ, ამბიციურ განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ცოტა შორეული მომავლის საქმეა, მანამდე 2 თებერვალს დაველოდებით, ხავდია, დიდი ინტერესით და ალბათ უკვე პოზიტიური სიახლეებით განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს ძალიან ახლო მომავალში. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა იყო ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი. დაგველოდეთ სოციალური რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში ჩვენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან სერგი კაპანაძესთან ერთად დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გავარკვევთ იმას, ვისაუბრებთ იმაზე თუ რა იყო მთავარი მიზეზები განხეთქილებისა, რომელიც დღეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ოფიციალურად გაფორმდა.